კოლეგებო, მოგესალმებით. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. მადლობთ. პირველი საკითხი განსახილველად გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონპროექტი ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თამდევი კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი აკაკი ალადაშვილი. აღნიშნულ კანონპროექტს განვიხილავთ, როგორც მოგეხსენებათ, მეორე მოსმენით, შესაბამისად განვიხილოთ მუხლობრივად. ბატონო აკაკი, ხოთ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, დამცველი საზოგადოება. მეორე მოსმენის წესით წარმოგიდგენთ განსახილველად საკანონმდებლო პაკეტს ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონშრომების შეტანის თაობაზე და ამ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანას ასევე ცვლილებები უნდა შევიდეს მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონში და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში. ბატონო აკაკი, გავყვეთ მუხლობრივად, პირველი ეს არის ადგილობრივი მოსაკრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? ანალოგიურად არ განხორციელებულა. შემდეგი მეორე მოსაკრების სისტემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი ნომერი 1 განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა ბატონო. მუხლი 2 არც არ. მესამე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. მუხლი 2 ანალოგიურად არ განხორციელებულა ცვლილება. და ფაქტობრივად ეს გახლავთ, რამე კითხვები ხომ არ გვაქვთ, კომენტარები? ხო. გთხოვთ, მადლობთ, თქვენ ხო არ გაქვთ რამე კომენტარი? არა, მადლობა. კენჭი უყაროთ მეორე მოსმენით აღნიშნული კანონპროექტს გასხმეთ. მადლობა. მადლობთ ბატონო აკაკი. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და მისი თამდევი კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჭავარიანი. აქაც აღნიშნული კანონპროექტს განვიხილავთ მეორე მოსმენით და გავყვეთ მუხლების მიხედვით. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს საქართველოს კანონის პროექტ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და მის თანამდებობ კანონების პროექტები. კარგით ბატონო ლევან, გავყვეთ მუხლების მიხედვით. პირველი ეს გახლავთ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილებები? ცვლილებები არ განხორციელებულა. მუხლი მეორე პუნქტი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილებები? პირველ პუნქტში არ განხორციელებულა. პუნქტი მეორე პუნქტში განხორციელდა დაზუსტდა კომპენსაციის ოდენობა, რომელიც განისაზღვრება თანამდებობრივი სარგოთი. ამასთან გაკეთა მითითება, რომ თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში არ დაიწყებს ანაზღაურებად საქმიანობას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, აღნიშნულ შემთხვევაში მასზე გაიცემა კომპენსაცია. პუნქტი 3 მუხლი 2 პუნქტი 3 განხორციელდა თუ არა ცვლილება? აქ მხოლოდ გასწორდა საკითხების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით. პუნქტი 4 განხორციელდა თუ არა ცვლილება? არა, აქაც ანალოგიურად. პუნქტი 5 განხორციელდა თუ არა ცვლილება? აქ ერთადერთი დაზუსტდა, რომ კომპენსაციის გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. კარგით, გადავედით მუხლი 3 პუნქტი 1 განხორციელდა თუ არა ცვლილებები? არა, ცვლილებები არ განხორციელებულა. პუნქტი 2 არ განხორციელებულა. მეორე ეს გახლავთ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც პირველი მუხლი პუნქტი 1 პუნქტი 2 არ განხორციელებულა. პუნქტი 3 არ განხორციელებულა. პუნქტი 4
არ განხორციელებულა. მუხლი 2 განხორციელდა თუ არა? არა, არ განხორციელებულა. გადავიდეთ შემდეგი არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი 1 განხორციელდა თუ არა? არ განხორციელებულა. მუხლი 2 არ განხორციელებულა. მეოთხე გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი ნომერი 1 არ განხორციელებულა. მუხლი 2 არ განხორციელებულა. და ბოლო გახლავთ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. მუხლი 2 განხორციელდა? არც აქ არ განხორციელებულა. კარგით, კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულ თან დაკავშირებით? გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონ პროექტებს. დიდი მადლობა, ბატონო ლევან, თქვენ ხომ არ გაქვთ რამე? არა, მადლობა. დიდი მადლობა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონპროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანმდები კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია. ესაც აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით არის, აქაც გავყვეთ მუხლების მიხედვით და გისმენთ კი ბატონო, მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ საქართველოს კანონში შესატანცვლებას, ეს გახლავთ წამყვანი კანონი და თანმდევი გახლავთ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. შეგახსენებთ, საკითხი ეხება პროფესიული სასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო პროცესში რეალიზაციის მინიჭების უფლებას, ანუ დამატებით სამეწარმეო საქმიანობის წარმოების უფლებას. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით მოხლობრივად. თქოთ გავყვეთ მუხლების მიხედვით ეს გახლავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი 1 განხორციელდა თუ არა ცვლილებები? ცვლილება არ განხორციელებულა. მუხლი 2 ცვლილება არ განხორციელებულა. მეორე არის სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც არ განხორციელებულა. მუხლი 2 არ განხორციელებულა. ხო, ფაქტობრივად ეს გახლავთ რამე კითხვები ხო არ გვაქვს კოლეგებო აღნიშნულ კანონპროექტის პაკეტის შესახებ? ბატონ ზვიად, თქვენ ხომ არ გაქვთ რამე კომენტარი? არა, მადლობა. გთხოვთ აღნიშნულ პაკეტს კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ზვიად. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მისი თანმდები კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ტარახველიძე. გისმენთ ბატონო ალექსანდრე. გესალმებით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის ინიციატივის წესით შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ორ კანონში, სარკინიგზო კოდექსსა და პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს განისაზღვროს კანონის დონეზე, რომ სარკინიგზო მსვლელობისას გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. დღეს არსებულ კანონში ჩანაწერია, რომ აღნიშნულ დაცვას ახორციელებს სატრანსპორტო პოლიცია, რომელიც ბუნებაში აღარ არსებობს. ვინაიდან რკინიგზა მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად საჭიროა, რომ დაცვა განახორციელოს სათანადო კომპეტენციის და უფლებამოსილებით აღჭურვილმა ორგანომ, როგორიც არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ეხლა ამ წუთას დაცვას ახორციელებს კერძო კომპანია, რაც რა თქმა უნდა ვერ უძლებს იმ კრიტიკას და იმ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია მსგავსი ტიპის
ასე ვთქვათ, ობიექტის დასაცავად, სწორედ ამიტომ შემუშავდა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანს წარმოადგენს, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გახდეს უფლებამოსილი კანონის დონეზე დაიცვას ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, როგორც არის რკინიგზა, მისი ტვირთები, კონკრეტული სადგურები და ასე შემდეგ. რაც შეეხება მოქმედ ხელშეკრულებას, აქ არის გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი, სანამ ასე ვთქვათ, ხელშეკრულება არის გაფორმებული მოქმედების ვადით, იქამდე დარჩება კერძო კომპანია, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ეს არის დაახლოებით 2026 წლის ზაფხულის პერიოდი. ამის დასრულების შემდგომ უკვე გადაიბარებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ დაცვის ღონისძიებებს. ასევე თანამდები საკანონმდებლო აქტი არის პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვაც უნდა განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ხელშეუწყობს, რომ ასე ვთქვათ, ის ობიექტები, რომელთა მნიშვნელობა და ფუნქციონირება არის სახელმწიფოსთვის სასოცხლოდ მნიშვნელოვანი, უზრუნველყოფილი იქნეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვით, რომელსაც გააჩნია სათანადო კომპეტენცია და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ეფექტურად უზრუნველყოს აღნიშნული ტვირთებისა და კონკრეტული ობიექტების დაცვა. ეს არის პრინციპების დონეზე სავალდებულო კომიტეტის ფარგლებში, თუ კი კითხვები იქნება, ბატონო თავმჯდომარე, მზად ვარ, რომ გიპასუხოთ. კოლეგებო, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები თუ გვაქვს? მირადად მე კომენტარს გავაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის და პირადად მიმაჩნია, რომ სტრატეგიული ობიექტების დაცვა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია და სახელმწიფო დაცვის პოლიცია ამ საკითხს შესაბამისად ჩაერთო, რომ გადაეცემა როგორც დაცვის ობიექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და პირადად მე მხარს ვუჭერ აღნიშნულ ცვლილებას. თუ კითხვები არ გვაქვს, კენჭი უყაროთ ნიშნულ განპროექტს, მადლობთ. მადლობთ ბატონო ალექსანდრე. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. კოლეგებო, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე საკითხთან დაკავშირებით ობიექტური მიზეზების გამო მოხსენებელი ვერ მოვიდა დღეს და შემდეგ კომიტეტის ხდომაზე განვიხილავთ და შესაბამისად ხა გადავიდეთ მე-9 საკითხზე. რაც გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2019 წლის 27 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერი 1 ცვლილების წერილით შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა ქალბატონი მზია გიორგობიანი. ქალბატონი მზია, გისმენთ? მოგესალმებით. წარმოგიდგენთ 2019 წლის 27 აგვისტოს გაფორმებულ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში ჩვეულებრივი ოპერაციები ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფნის ქვეშეთი კობის გზის პროექტის ნომერ 1 ცვლილებას რატიფიცირებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული არის ქვეშეთი კობის მიმართულებით გზისა და გვირაბის მშენებლობა. ამ აღნიშნული ცვლილებით წარმოდგენილი არის აზიის განვითარების ბანკის თანამონაწილეობით, რომელიც ფინანსდება სესხის სახით პროცენტის ცვლილება და დღეს არსებული ნაცვლად 65.6%-ისა აზიის განვითარების ბანკის სესხით დაფინანსდება 82% დარჩენილ სამუშაოებთან მიმართებაში. სესხის ფინანსური პირობები სხვა მხრივ არ იცვლება, სესხის ვადიანობა გახლავთ 26 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდით 11 წელი, საპროცენტო განაკვეთი არის ევრიბოს პლუს 0.7%, ასევე გათვალისწინებული არის ვალდებულების გადასახადელი წლიური 0.15%-ის ოდენობით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ, თუნდაც პროექტის სტატუსთან მიმართებაში თუ ასეთი კითხვები გაჩნდება. მადლობა. კოლეგებო, თუ გაქვთ აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კითხვები? ქალბატონო მზია, პროექტთან დაკავშირებით კითხავს. რა ეტაპზეა ეხლა და როდის მთავრდება ეს გვირაბის და ხიდის შენობა, როგორც ვიცით, ყველაზე დიდი ხიდი შენდება ეხლა კავკასიაში ამ მონაკვეთზე.
დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. ესე იგი, ორი ნაწილისაგან შედგება ზოგადად პროექტი. პირველი ნაწილი არის გვირაბი, რომელიც 9 კილომეტრიანია, მისი სათადარიგო საევაკუაციო გვირობით, რომელიც ასევე 9 კილომეტრიანი გახლავთ, რომელიც უკვე სრულად გაჭრილი არის და მიმდინარეობს შიდა სამუშაოები გვირაბთან მიმართებაში. მეორე ლოტი, ესეთ წოდებული მეორე ნაწილი სესხისა, ეს არის მისასვლელი გზა თავისი გვირაბებითა და ნამდვილად უნიკალური ხიდით, რომელიც მშენებლობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. თვითონ ამ მეორე ლოტის სამუშაოების დასრულება მოსალოდნელი არის 28 წლის განმავლობაში. შესაბამისად 28 წლამდე ვერ მოხდება ექსპლუატაციაში შესვლა ამ გვირაბთან 9 კილომეტრიან გვირაბთან დაკავშირებით, თუმცა ასევე მომავალ წელს შესაძლებელი იქნება ერთი მონაკვეთის გახსნა, რომელიც გუდაურთან მისასვლელ გზას სრულად განტვირთავს. აღსანიშნავია, რომ ზოგადად აღნიშნული პროექტის ფარგლებში გარდა იმ 9 კილომეტრიანი გვირაბისა ასევე ფინანსდება ასევე ხდება 5 ერთეული გვირაბის მშენებლობა, საერთო სიგრძით არის 10 კილომეტრი, გზის საერთო სიგრძე გახლავთ 23 კილომეტრი, 5 ახალი ხიდის მშენებლობა არის და იმ ერთი უნიკალური ხიდი, რომელიც გახლავთ 427 მეტრი, ხოლო მისი მაქსიმალური სიმაღლე ბუნებრივი რელიეფის ზედაპირიდან 166 მეტრს შეადგენს, რომელიც ერთ-ერთი უნიკალური თაღოვანი ხიდი გვექნება საქართველოში და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ რეალურად ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება. საკმაოდ კომპლექსურია, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად კლიმატური პირობებიც არ ვიწყობს სრულად, რომ 12 თვის განმავლობაში იყოს სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული, ამიტომ მოსალოდნელი არის, რომ 2028 წელს დასრულდება სრულად ექსპლუატაციაში შევა მთელი გზა თავისი ხიდებით. დიდი მადლობა. სხვა კითხვები ხომ არ გვაქვს, კოლეგებო? მე ერთ კომენტარს გავაკეთებდი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, ასე რომ ვთქვა, სტრატეგიული დანიშნულების პროექტია და სად ვართ, ხარი დაუჭიროთ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებას, გთხოვთ კოლეგებო, ხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა. მადლობა განვატონოზია. ეხლა გადავიდეთ მე-11 საკითხზე და ბოლოს მე-10 საკითხი განვიხილოთ ბოლოს. მე-11 საკითხი გახალავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. გისმენთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პირველი მოსმენით და დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოგიდგენთ ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში შესატანით ცვლილებების პროექტს. პროექტი ითვალისწინებს კონკრეტული ვადის გადაწევას, როგორც მოგეხსენებათ, ტურიზმის შესახებ კანონი ითვალისწინებს 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის მიერ საკურორტო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირებას და წარდგენას პარლამენტისთვის და აღნიშნული ვადის გადაწევას ვითხოვთ. ორი ძირითადი მიზეზია. პირველი უშუალოდ პროექტის მომზადებისას, რომლის უმეტესი ნაწილი დამუშავებული არის, გამოიკვეთა რიგი საჭიროებები, უფრო დეტალური და სიღრმისეული კვლევის, მათ შორის საკურორტო არეალების საზღვრების იდენტიფიცირებისას, კურორტების და საკურორტო არეალების ფუნქციური შინაარსის მიხედვით განაწილებისას, კურორტის სტატუსის დადგენის კრიტერიუმების და სტატუსის მინიჭების შეჩერების და შეწყვეტის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიმდინარეობს აქტიურ ფაზაშია კურორტების განვითარების სააგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის სააგენტოს შერწყმის პროცესი და ასევე მიზანშეწონილი იქნება, რომ აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უფრო კომპლექსურად მოხდეს განხილვა და შეჯერება იმ კანონპროექტის, რომელსაც პარლამენტს წარმოუდგენთ. გმადლობთ. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. კითხვები ის გვაქვს? კომენტარს ხო არ გააკეთებდით? გმადლობთ. მეც ვიტყვი, რომ ტურისტული სექტორი სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორია და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში ყოველთვის მხარდაჭერა გექნებათ აღნიშნული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის და უფრო მაღალშემოსავლიანი ტურიზმის მოზიდვისთვის. და გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს განჯიუყაროთ, ვინ არის მოხრე. მადლობთ ბატონო ირაკლი.
შემდეგ საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი მეზურნიშვილისა და გიორგი ბარვენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ირაკლი მეზურნიშვილი. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით კოლეგებო. გამარტივებული წესით ერთი მოსმენი წარმოგიდგენთ კანონპროექტს საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კოდექსის მოქმედი რედაქციით იმ პირებს, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო სამუშაოებს, აქვთ ვალდებულება სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა ეტაპზე მშენებლობის ზედამხედველი ორგანოს წინაშე წარადგინონ საეტაპო ოქმები, მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას და ჯარიმდება საჯარიმო სანქციით. კანონპროექტით შემოთავაზებულია დროებითი წესი, რომლის თანახმადაც 2026 წლის 31 დეკემბრამდე მშენებლობის ნებართვის მფლობელებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის. მოქმედი კანონმდებლობით საეტაპო ოქმის დადგენილი წესი წარუდგენლობისთვის ზემოაღნიშნული სუბიექტებს 25 წლის 31 დეკემბრამდე არ ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, მაგრამ პროცესის სირთულიდან გამომდინარე აღნიშნული საშეღავათო პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი ადაპტირებისათვის და დამატებით გარკვეული დროა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამისი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით და დაინტერესებული პირები გაცნობიერდნენ მითითებულ პროცედურაში. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მფლობელებს ეძლევა დამატებითი ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე, რომლის განმავლობაშიც მათ არ დაეკისრებათ ფინანსური პასუხისმგებლობა. მადლობა. მადლობთ ბატონო ირაკლი. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულ პროექტთან ცვლილებასთან დაკავშირებით? კარგით. კომენტარს გავაკეთებ, რომ ზოგადად ჩვენი კომიტეტი ყოველთვის მხარს უჭერს ბიზნესს, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. აქ გამოიკვეთა, რომ ის ეტაპი, რომელიც იყო მიცემული, არ აღმოჩნდა საკმარისი ამისთვის, ამიტომ ჩვენ მივიღეთ, ასე ვთქვათ, ინიციატორებმა ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი ინიციატივა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდეს, როგორც მოგახსენეთ, 31 დეკემბრამდე 2026 წლის, რათა უფრო კარგად მოემზადონ ამ ეტაპის გადასალახად, ასე ვთქვათ, და მე ვფიქრობ, იქნება სწორი თუ მხარს დაუჭერთ ამას. მადლობთ ბატონო ირაკლი, ჩვენც ასევე მიგვაჩნია კომიტეტის ფარგლებში, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და საჭირო ადაპტაცია აუცილებელია, რომ ბიზნესმა გააგრძელოს განვითარება, ქვეყანაში შექმნას დოვლათი, შექმნას სამუშაო ადგილები და მე ვთხოვთ კომიტეტის წევრებო მხარი დაუჭიროთ აღნიშნულ ცვლილებებს. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო ირაკლი. გადავიდეთ მე-13 საკითხზე, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თამბები საქართველოს კანონების პროექტები. მოხსენებელი საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია. გთხოვთ ბატონო ზვიად. დიდი მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. წარმოგიდგენთ კანონპროექტთა ნუსხას, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულია უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა და შესაბამისად ეს გახლავთ პირველი პაკეტი. მოგეხსენებათ, რომ თვითონ კონცეფცია მიზნად ისახავს 7 გამოწვევის დაძლევას და შესაბამისად ის დაყალბილია პაკეტებად, იმის და მიხედვით თქვათ რა პერიოდულობით გვჭირდება ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება. პირველი პაკეტი მოიცავს რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანის საკითხს. ეს გახლავთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონი, თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს კანონი და საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. პირველი მოსმენით ძირითად პრინციპებს
ავხსნით, რა მიმართულებით იქნება ცვლილებები შეტანილი. პირველი ეხება დაფინანსების სრულად ახალი საგანმანათლებლო სისტემის შემოტანას დაფინანსებისა. მოგეხსენებათ, რომ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით უქმდება აქამდე არსებული საგრანტო სისტემა და მას მთლიანად ჩაანაცვლებს სრულად სახელმწიფოს დაფინანსების მოდელი. იგულისხმება სახელმწიფო უნივერსიტეტებში უშუალოდ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100%-იანი დაფინანსების მოდელზე გადასვლა. შესაბამისად, გაუქმებული იქნება ეგრეთ წოდებული 100%-იანი 70 და 50, მათ შორის 30%-იანი საგრანტო სისტემა, თუმცა ამ მიმართულებით დაფინანსება გაუქმდება კერძო უნივერსიტეტებსაც, გულისხმობთ საგრანტო დაფინანსების ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ არსებული მოდელის მიხედვით ხდებოდა გრანტების გაყოლა იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რომელშიც მოიპოვებდა ვთქვათ სწავლის უფლებას. პირველი ცვლილება სწორედ ამ ნაწილს ეხება. მეორე ნაწილი გულისხმება ის, რომ აქამდე 2025 წლის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტებამდე, წელს ჩარიცხული სტუდენტები ჩვეულებრივ შეინარჩუნებდნენ იგივე დაფინანსების მოდელს, რაც აქამდე არსებობდა, საგრანტო მოდელს. შესაბამისად, ჩვენ ვთქვათ დღევანდელ პირველ კურსელებს და შემდეგ სრული დაფინანსების ნაწილში არ ვეხებით, აქედან გამომდინარე საგრანტო მოდელი იქნება სრულად შენარჩუნებული ამ ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება თვითონ სასწავლო სისტემის გარდაქმნას. აქამდე არსებული მოდელის მიხედვით მოგეხსენებათ, რომ ბაკალავრიატი განხილული იყო 4 წლიანი პერიოდულობით, ხოლო მაგისტრატურა განხილული იყო 2 წლიანი პერიოდულობით. ამ მოდელის მიხედვით მოდელი იქნება 3+1+1, რაც გულისხმობს იმას, რომ 3 წელი იქნება არარეგულირებადი პროფესიების მიმართულებით ბაკალავრიატის ნაწილი, ხოლო მაგისტრატურა იქნება 1+1 მოდელი, არსებული 2 წლიანი მოდელი ჩანაცვლება 1+1 მოდელით, რაც გულისხმობს იმას, რომ 1 წლის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება საშუალება მიიღოს მაგისტრატურის დამადასტურებელი დიპლომი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის გადაწყვეტს, რომ სამომავლოდ სწავლა განაგრძოს ეგრეთ წოდებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო მესამე საფეხურის პროგრამაზე, მას ექნება საშუალება, რომ დაიმატოს კრედიტები 1 წლის კომპონენტის ნაწილში და ამითი ბოლონიის პროცესის სრულ თანხმედრაში მოვალთ, ის შეავსებს ეგრეთ წოდებულ 300 კრედიტს, რაც იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მან მეცნიერების ნაწილში, მესამე საგანმანათლებლო საფეხურზე გააგრძელოს სწავლა. ეს ცვლილება სწორედ ამ ნაწილს ეხება. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ის, რომ სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განესაზღვრება საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობას, რასაც მთავრობა დაადგენს. თქვენ იცით, რომ ჩვენი შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, რაც მთავრობას აქვს დამტკიცებული, მოდელში იგულისხმება ეგრეთ წოდებული ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ერთ ქალაქში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადუალება პროგრამებისა, ერთი და იგივე პროგრამის განხორციელება ერთ ქალაქში არ შეიძლება იყოს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწორედ ამას ეხება აღნიშნული ცვლილება, ხოლო აქვე გულისხმობთ კვოტირების ნაწილსაც სტუდენტების. მოგეხსენებათ, რომ საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე მოხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით დადგენა შესაბამისი პროფესიებისა რა მიმართულებით რა კვოტირების ნაწილი გვჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოაცხადებს მთავრობა იმ კვოტების ნაწილს, რა კვოტებშიც მოხდება სტუდენტების მიღება. სხვა მარტივად რომ ვთქვათ, თუ აქამდე არსებობდა სრულიად სხვა პრინციპი, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა ვთქვათ, რამდენიმე უნივერსიტეტის შემოხაზვის შედეგად სხვადასხვა უნივერსიტეტში მაინც მოხვედრილიყო, ასე ვთქვათ, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაკულტეტი და კონკურენცია ამ ნაწილში გაიზრდება. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ნაწილში ხარისხი მკვეთრად მოიმატებს, სხვათა შორის დროის ძალიან მოკლე პერიოდში. ეს არის ის ძირითადი ნაწილები და ბოლო ნაწილი უფრო ტექნიკური ხასიათის არის. თქვენ იცით, რომ არსებული ცვლილებების მიხედვით, რაც ბოლო წლებში განხორციელდა, ერთ-ერთი ცვლილება ეხებოდა ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციისთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შექმნას და ამ სტანდარტებთან დაკავშირებით ვითხოვთ, რომ 2028 წლის 1 იანვრისთვის იყოს გადავადებული ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის სტანდარტების შექმნა, რადგან მას სჭირდება დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერაც და შესაბამისად ამ ნაწილში ამ ცვლილებით გვინდა, რომ გადავადება 2028 წლამდე მოვახდინოთ. მადლობა. მადლობთ ბატონო ზიად, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა არის, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა არის და კოლეგებო, გთხოვთ დავსვათ კითხვები, რა გვაინტერესებს, რა დეტალებში განვიხილოთ აღნიშნული საკითხი. მოგესალმებით.
დიდი მადლობა ბატონო ზვია წარმოდგენილი ინიციატივისათვის. ვფიქრობ ეს ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმა არის, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ერთის მხრივ ხარისხს და დაასრულებს ეპოქას, როდესაც უდიპლომო სასიძოების და ასევე სახელმწიფოს ხარჯების ოპტიმიზაციის ნაწილში არ გვექნება დაუსაქმებელი კურსდამთავრებულები და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ კუთხით. ასევე მინდა რამდენიმე კომპონენტი გამოვყო, ერთი ეს შეეხება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის ნაწილშიც და ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ნაწილში. ვფიქრობ, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ სახელმწიფო უმაღლესი განათლება ხდება უფასო. მოგიხსენებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სპეკულაციები კერძო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ საზოგადოებისათვისაც რომ განმარტება გავაკეთოთ აქ რა ტიპის ცვლილებები არის და შეეხება თუ არა კერძო უნივერსიტეტებს და ასევე ძირითადი პრინციპი, ასევე სახელმწიფოს ეფექტიანი ხარჯების გადანაწილება არის, რასაც რა თქმა უნდა მივესალმებით. ერთი ნაწილი რაც არის გასათვალისწინებელი, თქვენ ახსენეთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოახდენს შესწავლას ბაზრის საჭიროებების და ამის მიხედვით დადგინდება როგორც პროფესიები, ასევე კვოტები. ამ ნაწილში მოგიხსენებათ, სახელმწიფო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, დამკვეთი და სახელმწიფო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, დამსაქმებელი. შესწავლის პროცესში მხოლოდ კერძო არ იყოს გათვალისწინებული და სახელმწიფო ინსტიტუტებიც იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან არსებობს საკმაოდ მრავალი დეფიციტური პროფესია, დაწყებული გეოგრაფიიდან, გლაციოლოგებიდან და ასე შემდეგ, ასევე სხვა საჭიროებები და რეფორმის ნაწილში და შესწავლის ნაწილში ესეც გათვალისწინებული რომ მქონდეს. სხვა მხრივ მინდა რომ ჩემს კოლეგებსაც უთხრა რომ ხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა არის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. მე მინდა ჩემ კონკრეტულ კითხვებს ხო რომ თუ დააგროვებთ. ჩემ ხარდაჭერა გამოვხატო ნაწილობრივ კითხვასთან დაკავშირებით ჩვენო კოლეგამ დასვა ეს კითხვა, როგორ იქნება კვოტების გადანაწილება კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მინდა წარმატება უსურვო ამ რეფორმას, რამე თუ ნამდვილად დიდი იმედით არის ყველა მოლოდინში, რომ ამას ძალიან დიდი შედეგები ექნება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. წარმატებას გისურვებთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი მოკლე პროცესი, ხანგრძლივი პროცესია, ამას დახვეწა დაჭირდება, შეიძლება რაღაცა ცვლილებებიც განიცადოს და ჩემი ხარდაჭერა მინდა თქვენ გამოვხატო ამ რეფორმასთან დაკავშირებით. მადლობა. მეც მაქვს ერთი კითხვა, თქვენ ახსენეთ, რომ 100%-იანი დაფინანსება იქნება სტუდენტების მომავალი წლიდან, როგორც გავიგე, და აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, აი, პირველი რაკადი ჯამურად რამდენ სტუდენტზე გვაქვს ხედველობაში, რომ ესე იგი ფაქტიურად ჩვენ სახელმწიფოში პირველად შეძლო თავის დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ დაეფინანსებია სრულყოფილად თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდების განათლება, რომელიც პირველ რიგში შედეგი არის ეკონომიკური ზრდის და სწორედ უპრეცედენტო ეკონომიკურ ბაზას მოგცა იმის საშუალება, რომ სახელმწიფოს აქვს შესაბამისი რესურსი, რომ დააფინანსოს ჩვენი ახალგაზრდების განათლება, უბრალოდ მაინტერესებს აპრობების პროცესში რამდენი სტუდენტი შეეხება ეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მეორე თუ შეიძლებათ რომ უფრო დეტალურად გაგვიხსნათ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის თემა, ესა ძირითადი ცენტრები, როგორც ითქვა, ეს იქნება თბილისი და ქუთაისი, იქნება თუ არა ეს უნივერსიტეტები, რომლებიც სრულყოფილად მოიცავენ ყველა ფაკულტეტებს და რეგიონებთან დაკავშირებით იქ რა სპეციფიკური განათლება მიღება შესაძლებელი იქნება. კვოტებს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო უბრალოდ, რომ აღნიშნულ პროცესში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიც ჩართულია და ამ მიმართულებით, აი ტექნიკური განათლების მიმართულებით, უმაღლესი ტექნიკური განათლების მიმართულებით განსაკუთრებით დიდი გამოწვევებია და აქ რა გეგმაა და როგორ უყურებთ ამ მიმართულებს ამ საკითხს თუ შეიძლება. მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეკითხვებისთვის. მე შევეცდები რომ უფრო გავშალოთ, რადგან ეს საკანონმდებლო ცვლილებები მოგიხსენებათ, რომ ბევრ კომპონენტს არ შეიცავს და წმინდა იურიდიული ხასიათის არის. ქალბატონი მარიამის შეკითხვებიდან დავიწყებთ, რომელიც პრინციპში თქვენ შეკითხვასაც პასუხობს. პრინციპი იქნება შემდეგი: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საუნივერსიტეტო ქალაქებად განვიხილავთ ორ მთავარ ქალაქს, რომელთაც მოხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების გადანაწილება სასწავლო კომპონენტებისა. გახსოვთ პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად აჩვენა სტატისტიკური მონაცემები, დღეს არსებული მოდელის მიხედვით დაახლოებით 85% სრულიად სტუდენტობისა კონცენტრირებულია თბილისში. შესაბამისად, აღნიშნული მოდელი საშუალებას მოგცემს გარკვეული ტიპის გადანაწილებისა, რომლის დროსაც შეიქმნება ორი ცენტრი, ერთი იგულისხმება თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების, ასე ვთქვათ, კონსორციუმი, გულისხმობთ არა ერთიანი იურიდიულ ფორმას, არამედ კონსორციუმს, რომლის მიხედვითაც ამ უნივერსიტეტებში იქნება გადანაწილებული მოდელით ერთი ფაკულტეტის თითო უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ. ნუ გასაგებია, რომ არსებობს გარკვეული ტიპის ტრადიციები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს თავის ტრადიციები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის ტრადიციები, ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი, სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანალოგიური მოდელი გვინდა განმავითაროთ ქუთაისშიც. ქუთაისში დღეისათვის მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორი მთავარი უნივერსიტეტი, ერთი გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საყოველთაოდ ცნობილი, ასევე ისტორიულად ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, ანალოგიური პრინციპით გადანაწილება გვინდა რომ მოხდეს ქუთაისის მიმართულებითაც. რაც შეეხება რეგიონულ უნივერსიტეტებს, თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე რეგიონული უნივერსიტეტი, მათ შორის ავტონომიური მიმართულებით ჩვენ გვაქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტონომიურიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ გარკვეული ტიპის კვოტირების ნაწილში მათი რეგიონალური ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მათ შორის იცით თქვენ რომ იქ არის საზღვაო მიმართულებები და ასე შემდეგ სპეციფიკური, რომელიც არ მეორდება მაგალითად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილში. გასაგები მიზეზების გამო არსებობს რეგიონული ტიპის უნივერსიტეტები, რომელზეც გვინდა რომ ძირითადი მიმართულებები სწორედ იმ სპეციალობების მიხედვით იყოს, რომელიც იმ რეგიონისთვის არის მოთხოვნადი ბაზარზე, მათ შორის იგივე ტურიზმის მიმართულება, პედაგოგიკის მიმართულება, რომელიც მასწავლებლებთან მიმართებაში ძალიან გვჭირდება. თქვენ იცით რომ ზოგადი განათლების მიმართულებითაც რამდენიმე დღის წინ მინისტრმა და პრემიერმა გააკეთეს შესაბამისი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც გარკვეული ტიპის მოცულობით პედაგოგების დამატება დაგვჭირდება განსაკუთრებით STEM მიმართულებით, ამიტომ რეგიონულ უნივერსიტეტებს აქ ძალიან პოზიტიურად უყურებთ ამ მიმართულებითაც. ასევე არის რამდენიმე ისეთი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება რეგიონული უნივერსიტეტებისთვის, სპეციალურად ვერიდებით ამ ეტაპისთვის, რომ გარკვეული ტიპის სპეციალობებზე იყოს დაკონკრეტება, რადგან თქვენ იცით რომ ამას წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე კონსულტაციები რა თქმა უნდა გაგრძელდება ამ ნაწილშიც და როდესაც იქნება მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება, უფრო მეტი შეგვეძლება რომ ამ მიმართულებით ვთქვათ. ქალბატონი მარიამის მეორე შეკითხვა კერძო უნივერსიტეტებთან მიმართებაში იყო. შფოთვის მიზეზი გულწრფელად რო გითხრათ, არ გვესმის რა არის. ჩვენ ნათლად ვთქვით რომ განსაკუთრებით უცხოური სტუდენტების კვოტები მთლიანად გადაინაცვლებს კერძო უნივერსიტეტების მიმართულებით და სახელმწიფო უნივერსიტეტების დარჩება ძალიან მცირე ოდენობით, განსაკუთრებით დუალი, ანუ ორმაგი პროგრამები, რომლებსაც ახორციელებენ უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად. ამიტომ ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ კერძო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი მიუხედავად იმისა, რომ საგრანტო კომპონენტები აღარ გაყვებათ ახალ სტუდენტებს, საშუალება იქნებათ, რომ უცხოელი სტუდენტებიდან მოზიდული სახსრებით შეივსონ ეს ასე ვთქვათ ფინანსური რესურსები და შესაბამისად მათ ექნებათ ყველანაირი საშუალება რომ განახორციელონ. დანარჩენი გულწრფელად რო გითხრათ არის სრული სპეკულაცია, აქედან გამომდინარე ამაზე რა თქმა უნდა კომენტარს არ გავაკეთებთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი კვოტირების ნაწილზე ახსენეთ შრომის ბაზართან დაკავშირებით და მათ შორის ძალიან დიდი მადლობა გვინდა თქვენ კომიტეტს უთხრათ, იმიტომ რომ თქვენი კვლევითი ნაწილი ძალიან გვადგება. ჩვენ იცით თქვენ რომ თქვენი კომიტეტის მხარდაჭერით ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი. ჩვენ მუშაობთ არა მარტო პროფესიების განსაზღვრის ნაწილზე, არამედ მათ კონვერტაციაზე, საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილზე. თქვენ იცით რომ ერთი არსებობს თქვათ ეკონომიკის სამინისტროს მონაცემი რა პროფესიები გვჭირდება და მეორე მათი კონვერტირება როგორ მოვახდინოთ საგანმანათლებლო პროგრამებში იმისათვის რომ ეს შრომითი ბაზრის გამოწვევები დავძლიოთ. ამიტომ დღეისათვის ძალიან გაგვიჭირდება პირველი ნაკადი დაახლოებით რამდენი სტუდენტი შეიძლება იყოს, დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თქვათ რა შედეგები გვექნება მოწოდებული იგივე შრომის ბაზრიდან გამომდინარე, თუმცა დაახლოებით 2-3 დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ არ ველით მკვეთრ ცვლილებას კვოტირებასთან დაკავშირებით, ერთადერთი ჩვენ რასაც ველით არის
გადანაწილების ცვლილება, ანუ ეგრეთ წოდებული პოპულარული პროფესიების გადანაცვლება უნდა მოხდეს მოთხოვნად პროფესიებთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება ვთქვათ არც თუ ისე მოთხოვნადი იყოს დღეისათვის გულისხმობთ პოპულარობის ნაწილში. ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის ცვლილებებს რა თქმა უნდა ველით, თუმცა ქოტირების ნაწილში და იგივე რაოდენობის ნაწილში მკვეთრ ცვლილებებს ამ ეტაპისთვის არ გეგმავთ. დაახლოებით მაინც რამდენი 1000 სტუდენტზე გვაქვს საუბარი თუ და დამოკიდებულია უბრალოდ სპეციალურად ვარიდებთ თავს ამ ციფრისგან, იმიტომ რომ დამოკიდებულია ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს თუ არა ჩვენთან ერთად ამ ქოტირებას, განსაზღვრავს და მათი ჯამური ოდენობა იქნება სწორედ იმ რაოდენობა ქოტირების ნაწილი, რაცაც გამოაცხადებს სახელმწიფო უნივერსიტეტები, რა თქმა უნდა. დღევანდელი რეალობაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად რამდენი 1000 სტუდენტი ირიცხება? ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაახლოებით 37-დან 51000 სტუდენტამდე ამთავრებს და შემდეგ იწყება მისაღები გამოცდები, აქაც დამოკიდებულია პროგრამების რაოდენობაზე. თქვენ იცით რომ ნაწილი კარგავს აკრედიტაციის ნაწილს, ნაწილი იმატებს დამატებით და ამიტომ ეს ქოტირებაც იცვლება. ეს 37000 გულისხმობს როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ასე კერძოდ. მთლიანად ეს არის რაოდენობა, რომლითაც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განაცხადებს აკეთებენ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლა დამთავრებული აბიტურიენტები. გაყოფა როგორ არის დღევანდელ 50-50-ია თუ დაახლოებით ცოტა უფრო გააჩნია აქაც სპეციალობების მიხედვით, დაახლოებით პოპულარულ ეგრეთ წოდებულ პოპულარულ პროფესიებზე და უკვე საყოველთაოდ ცნობილია რომელს გულისხმობთ, ცოტა მეტი რაოდენობა არის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაგალითად ბოლო წლების მონაცემების მიხედვით 2024-25 წლების მონაცემებით იგივე იურიდიულ ფაკულტეტებზე, ეკონომიკის ფაკულტეტებზე ცოტა უფრო მეტი რაოდენობა არის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არის პროფესიები, სადაც კერძო უნივერსიტეტებში ცოტა უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამიტომ აქაც ცვალებადია. ზოგადად რომ ლოგიკურად რომ თქვათ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სტუდენტების დიდი ნაწილი აქტიურად უფასო გარანტირებულ დაფინანსებას მიიღებს უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. ხო, ასეთი დასკვნა შეგვიძლია რომ დიახ, ასია, მთავარი პრინციპი რა არის, რა გვინდა რომ შევცვალოთ, დღეს არსებული მოდელის მიხედვით თქვენ იცით რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ოფცია, ანუ აქვს ვარიანტები რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში ის არ თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, მესამეში, მეოთხეში და რეალურად ამისი ხარისხი მოგეხსენებათ რომ ვარდება. ახალი მოდელის მიხედვით ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით და ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ მოკლე პერიოდში, იმაზე მოკლე პერიოდში, ვიდრე ვთქვათ განათლების სისტემაში შეიძლება რომ მოდელი განსაზღვრო, პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის აბიტურიენტები. თქვენ ასევე იცით რომ აბიტურიენტების ნაწილზეც ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ მე-11 კლასი სპეციალიზებული პროგრამებით აღჭურვოთ, ანუ მოვამზადოთ მათ შორის ბევრი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ სოციალურად დაუცველებს, ანუ თქვათ რაიონებში მაცხოვრებელ აბიტურიენტებს უზღუდავთ გარკვეული ტიპის უმაღლესი მოხვედრის საკითხებს, რადგან ბარიერებს ვქვნით, მაგრამ რეალურად გარწმუნებთ, რომ საპირისპირო მოლოდინი გვაქვს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ იგივე რაიონებში მე ხშირად მაქვს ხოლმე, რა თქმა უნდა, შეხვედრები და მათ შორის საჯარო ლექციებიც ქონია და გარწმუნებთ, რომ მაღალმთიან რეგიონებში და რაიონებში გაცილებით უფრო ნიჭიერი ბავშვები არიან, გაცილებით უფრო მოტივირებულები არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივცეთ ამ ბავშვებს საშუალება მე-11 კლასში ადგილზე მოემზადონ აბიტურიენტობის ნაწილში და დარწმუნებული ვარ და ამას უახლოესი წლების სტატისტიკებიც გვიჩვენებს და ეს ობიექტური სტატისტიკა იქნება, ვერ გავექცევით და დაგარწმუნებთ იმაში, რომ ასეთი აბიტურიენტები გაცილებით უფრო ბევრ ადგილს დაიკავებენ, ვიდრე დღეს არსებული მოდელით ხდება გადანაწილება. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კოლეგებო, ხომ არ გვაქვს დამატებით კითხვები, რამის დაზუსტება ხო არ გვინდა? ბატონელია. თუ შეიძლება ერთ კითხვას მინდა მნიშვნელოვანი მიმართულება, რამდენად შეეხება ცვლილება სასწავლო პროგრამებს და რამდენად ეს პროგრამები იქნება სტანდარტული როგორც კერძოსთვის, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის.
ძალიან კარგი შეკითხვაა. პროგრამებთან დაკავშირებით პირველი პრინციპი, რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. პირველი მთავარი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის, რომ როდესაც განისაზღვრება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში, ეს პრინციპი გასაგებია, რომ გარკვეული ტიპის სპეციალიზაციების ნაწილის შეზღუდვა მოგვიწევს. რაც შეეხება არსებულ პროგრამებს, ჩვენ ვთვლით, რომ ფუნდამენტური გადახალისება ჭირდება. თქვენ იცით, რომ განათლების მოდელი მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება. აქედან გამომდინარე, არსებულ პროგრამებში ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში და თქვენ იცით, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ცვლის ძალიან ბევრ რამეს. ასეთი ტიპის გამოწვევები დღეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტსაც და იმ ტოპ 10-ს ნებისმიერი რეიტინგით, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, გულისხმობ ტოპ 10 უნივერსიტეტებს, ყველას აქვს იგივე გამოწვევები გარწმუნებთ. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევაც იყოს, თქვათ იგივე შრომის ბაზრის სიმრავლიდან და მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, პროგრამებს არა მარტო ეხლა მოუწევთ, არამედ ძალიან სწრაფ ტემპებში მოუწევთ მუდმივად მოდიფიცირება ამ პროგრამების და ჩვენი მოდელი სწორედ იმას გულისხმობს, რომ დინამიკა იყოს ძალიან სწრაფი და არ იყოს, თქვათ, 5 წლიანი, 7 წლიანი და 10 წლიანი ლოდინის რეჟიმი, როცა ერთი და იგივე პრინციპით ხდებოდა პროგრამების კოპირება და ჩვენ ყველამ ვიცით და ამ სისტემაში ვინც მუშაობთ, ყველამ ვიცით, რომ ასეთი მოდელები ხშირად კოპირდება, მაგალითად იგივე სამართლის პროგრამები, ეკონომიკის პროგრამები, საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამები, ძალიან ბევრი პროგრამა პრაქტიკულად არის ძალიან ხშირ შემთხვევაში არის გადანაწილებული ერთი და იგივე copy-paste-ის პრინციპით და უფრო მეტსაც გეტყვით, მათი განმახორციელებლების დიდი ნაწილი ერთი და იგივე ადამიანები არიან, ამიტომ ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა, ამიტომ ამ ნაწილში მოლოდინი გვაქვს მხოლოდ პოზიტიური, იგივე დაანონსებული ის მაღალანაზღაურებადი პროფესორების ნაწილი, რას გულისხმობს, მაგრამ ამასაც განმარტავ, თუ შეიძლება, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება პროფესურა, რომლებიც თლიანად იქნება კონცენტრირებული სასწავლო პროცესზე. სრულად ყოველგვარი შეთავსებების გარეშე. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ამისათვის ჩვენ მზად ვართ, რომ ბაზრისთვის საკმაოდ დიდი ანაზღაურება გადავიხადოთ, გულისხმობთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ანაზღაურების სახით, მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი სრულად იქნებიან კონცენტრირებული სწავლის პროცესში, კვლევის პროცესში, ახალი პროგრამების დანერგვის პროცესში, ასევე მენეჯმენტს განახორციელებენ იმ მიმართულებაზე შესაბამისი დარგის პროფესორები, ამიტომ ამ ნაწილზე ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რაც შეეხება ეს გამოიწვევს გარკვეული ტიპის ცვლილებებს, მათ შორის მაგალითად გამოიწვევს იმას, რომ პროფესიული ნიშნით არსებული პროფესურა გადაინაცვლებს მოწვეულ კატეგორიაში, აქაც ვამზადებთ გარკვეული ტიპის ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოვახდენთ იგივე კლასიფიკაციის დაწესებას, როგორი კლასიფიკაციაც აკადემიურ პერსონალს ექნება, ასისტენტ პროფესორები, ასოცირებული და სრული პროფესორები, ეგრეთ წოდებული, ანუ პროფესორები, იქნებიან ანალოგიური პრინციპით მოწვეულ ნაწილში, მაგრამ აქ თუ ანაზღაურება იქნება ფიქსირებული და მაღალანაზღაურებადი, იქნება მხოლოდ საათობრივი დატვირთვის პრინციპით. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს, კერძო უნივერსიტეტების პრინციპს ჩვენ არ ვცვლით, ეს არის მათზე დამოკიდებული, ერთადერთი რასაც გეგმავთ და ვაპირებთ არის, რომ რა თქმა უნდა, გაცილებით ადმინისტრება გავამკაცროთ ხარისხის მიმართულებით, აკრედიტაცია ავტორიზაციების ნაწილში გვინდა, რომ რაც შეიძლება მაღალ კონკურენტუნარიანი პროგრამები იყოს, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასე კერძო უნივერსიტეტებში. დიდი მადლობა, ბატონო ზიად. დამატებით ხომ არ გვაქვს კიდე რაიმე კითხვები? მე ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმაა, განათლების რეფორმა, რომელიც შემდეგი 10 წლების მანძილზე განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. მე მინდა პირველ რიგში წარმატება გისურვოთ და ყველა ჩვენ პარლამენტი, აღმასრულებელი, ხელისუფლება, ყველა ასე რომ ვთქვათ, ხარს გიჭერთ და გვჯერა, რომ აღნიშნული განათლების რეფორმა უპასუხებს პირველ რიგში ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, მეორე უპასუხებს ჩვენ ეკონომიკურ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო დაჩქარება და სწორედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება გადის ძლიერ განათლებულ საზოგადოებაზე. და გთხოვთ კოლეგებო, ხარ დაუჭიროთ წარმოდგენ ცვლილებებს კანონ პროექტს, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა, ბატონო ზიად. მადლობა. ეხლა დაუბრუნდები მეათე საკითხს, ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გოგა გულორდავას, ვლადიმერ დადიშვილის, ილია
მიქელაიშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბატონი დავით გელაშვილი. მისმენთ ბატონო. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე ძვირფას დეპუტატებო, მაქვს პატივი საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის დექვე პუნქტის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგინოთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთვაკანტურ თანამდებობაზე გოგა გულურდავას ვლადიმერ ტატიშვილის და ილია მიქელაიშვილის კანდიდატურები. მოახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატები შერჩეული იქნა კანონმდებლობის შესაბამისად ღია კონკურსით საქართველოს მთავრობის მიერ. კანდიდატების შესახებ დეტალური ინფორმაცია თქვენ წინაშე უკვე წარმოდგენილია, თუმცა ამასთანავე შემიძლია მოკლედ წარმოგიდგინოთ თითოეული მათგანის ბიოგრაფიული მონაცემები. პირველ წარმოგიდგენთ ბატონ გოგა გულურდავას კანდიდატურას. ბატონმა გოგა გულურდავამ 2000 წელს დაამთავრა იონჯახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ბატონი გოგა მიმდინარე წლის ივლისის თვიდან იკავებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში შიდა აუდიტის დირექტორის თანამდებობას, ასევე 2023 წლიდან შპს ტელეიმედში საქმიანობს ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტის მიმართულებით. 2020 წლიდან 25 წლის ივნისამდე ბატონი გოგა იყო გენერალური დირექტორის მრჩეველი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. ბატონი გოგა გულურდავა 2016-20 წლებში იყო მეორე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2013-16 წლებში კანდიდატი გახდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამგებელი. 2007 წლებში ბატონი გოგა სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში. ბატონ გოგას გააჩნია კერძო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც მენეჯერულ პოზიციებზე, ასევე კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებითაც. მეორე კანდიდატს წარმოგიდგენთ, გახლავთ ბატონი ვლადიმერ ტატიშვილის კანდიდატურა. ბატონი ვლადიმერ ტატიშვილმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2014 წელს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. კანდიდატის სამუშაო გამოცდილებას რაც შეეხება ბატონ გოგას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება საზოგადოებრივ მაუწყებლებთან თანამშრომლობის, გახლავთ სხვადასხვა გამოცემების ავტორი და წამყვანი. 2022-25 წლებში ბატონი ვლადიმერი იკავებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს დირექტორის თანამდებობას. 2025 წლიდან დღემდე წარმოადგენს SSR-ის შემოქმედებით საქართველოს დირექტორის მოადგილეს. ბატონ ვლადიმერს გააჩნია კერძო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე, ასევე კანდიდატი ახორციელებს საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის 2018 წლიდან დღემდე ბატონი ვლადიმერი უძღვება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექციათა კურსს, ჟურნალისტიკის ისტორია, ტელევიზიის ისტორია, ტელე და რადიო წამყვანის ოსტატობა, კულტურის გაშუქება, ტელე და რადიო სივრცეებში, ხოლო 2019 წლიდან გახლავთ ამავე უნივერსიტეტის არჩეული ასისტენტ პროფესორი. 2020 წლიდან ბატონი ვლადიმერი არის კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის მედია სკოლის მოწვეული პროფესორი. და მესამე კანდიდატი გახლავთ ბატონი ილია მიქელაიშვილი. ბატონი ილია მიქელაიშვილი 2006 წელს მინიჭებული აქვს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. რაც შეეხება ბატონ ილიას პროფესიულ საქმიანობას, იგი 2024 წლიდან დღემდე გახლავთ შპს პირველი დამფუძნებელი და დირექტორი. 2022 წლიდან დღემდე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Media Hub-ი Silhouse დამფუძნებელი და დირექტორი. 2019-21 წლებში ბატონ ილიას ეკავა Georgian Water and Power-ის ოპერატიული დაგეგმის სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2014 წლიდან 2021 წლებში კანდიდატი სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს და ვაკის რაიონის გამგეობებში. 2010
10-12 წლებში ბატონი ილია გახდათ დებიტორების მართვის მენეჯერი ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში, 2011-12 წლებში ეკავა შპს ინტერექსპრესის აღმასრულებელი მენეჯერის პოზიცია, ხოლო 2007 წლებში მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში. სულ ეს იყო მოკლედ კანდიდატების შესახებ ინფორმაცია. დიდი მადლობა. მე ვთხოვ კანდიდატებს რომ თითოეულ მათგანმა თავიანთი ხედვა წარმოგვიდგინოთ. ბატონ ვლადიმერ, გთხოვთ. მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ვლადიმერ ლადო ტატიშვილი, მოკლე ბიოგრაფიული, ასე ვთქვათ, ექსკურსი გააკეთეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ პლუს კიდევ ამას მხატვარიც გახლავართ და შესაბამისად ჩემი ყველანაირი ხედვა აბსოლუტურად ფერზე, სიტყვაზე და მუსიკაზეა აგებული. ის, რასაც ვქვია, შეიტანო კულტურა და წიგნიერება მედიაში, ეს არის სწორად ჩემი პროფესია, მე სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გახლავართ და განს მიმართულება კი არის კულტურა მედიაში. აქ ახლა ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე საუბარი ზედმეტია, ყველაფერი კანონით არის გაწერილი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს კომისიის წევრმა. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება მედიაში და მეწმუნებით ალბათ ყველა რო არც თუ სახარბიელოა ეს ყველაფერი, ის მიმართულება, ანგაჟირება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩემი აზრით ეს არ არის იმ მედია სტანდარტების დაცვა, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და ჩემი დირექტორობის პერიოდში, როცა მე გახდით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, სწორედ ამისკენ ვილტოდი და ვიბრძოდი მუდმივად იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ის, რაც ხდება და არ მოვიგონოთ არანაირი ამბავი. ვაჩვენოთ, ჩავწეროთ ყველა მხარე და დაუტოვოთ მაყურებელს თავად გადაწყვიტოს რა და როგორ ხდება. ეს არის ის, რასაც მე მასწავლიდნენ და ეს არის ის, რასაც მე ვასწავლი ჩვენს მომავალ თაობას, მომავალ ჟურნალისტებს და არა მარტო. აქვე მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვა, მე აღარ დავიწყებ კანონზე საუბარს, ჩემზე უკეთ იცით და მოგეხსენებათ ეს ყველაფერი. თუ რა უნდა დაარეგულიროს ამ კომისიამ, თითოეულმა მისმა წევრებმა და პირველი, ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი, თუ ჩემზე გაჩერდება არჩევანი, რა თქმა უნდა, სწორედ იქნება ის, რომ მედია სივრცე გაკონტროლდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს მე არ გულისხმობ აქ რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ გაკონტროლდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ ყველა მედია საშუალება იყოს ობიექტური და არ იყოს იგი არავის მომხრე და არც ერთი მხარე. ეს არის ალბათ ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია და ოდესმე ალბათ დაინერგება ჩვენს მედია სივრცეში და მედია კულტურაში. ეს არის ის მოკლე ხედვა, რაც მინდოდა მე თქვა, თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ. მადლობთ, კოლეგებო, კითხვა ხომ არ გაქვთ? ისმეთ ბატონი. მოგესალმებით. პირველ რიგში წარმატებას ვისურვებთ. მადლობა. საინტერესოა თქვენი ხედვა აი ამ ბოლო დროს BBC-სთან დაკავშირებული სტანდარტები რამდენად შეიძლება მისაღები იყოს თქვენთვის, ან რა თქვენ სტანდარტები ახსენეთ, კონტროლი ახსენეთ და როგორ ხედავთ ამ კონტროლს, ან რა გაქვთ მაგალითი, რაზე უნდა გავაკეთოთ სწორად? თქვენ ბოლო იმას გულისხმობთ, ხო? BBC-ს. თქვენ თუ სხვაც იცით? კი ბატონო, არა, უბრალოდ სხვათა შორის ესა სხვაც არის. კი ბატონო. ერთადერთი ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა და რამდენად ავტორიტეტულია ესა თუ ის მედია საშუალება, ჩემთვის აქვს მნიშვნელობა ობიექტურობას. თუ კი არ არის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი, არ არის გამოძიება, არ არის ის, რომ მხოლოდ მედია და ჟურნალისტიკა არ ეხტობა ორი ადამიანის და სამი ადამიანის ასრს, იმიტომ რომ ახლა შემიძლია მე აქ ყველაზე თქვენზე რაღაცა ვთქვა, უბრალოდ მოვიგონო, შემდეგ სხვა მედია საშუალებები ამყვეს და მერე უკვე თქვენ გადახვიდეთ თავის მართლების რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვიცი ჩვენი კოლეგები BBC-ში რა ინფორმაციას ფლობდნენ, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ასე ერთი შეხედვით, ერთი ხელისმოსმით
უპირატესობით მსგავსი ასეთი სერიოზული საკითხის ასე გამოგდება, მე მგონია რომ არ არის სწორი. როგორც ჟურნალისტი ამას ვამბობ ახლა და მე მგონია რომ ამ საკითხს სხვანაირი მიდგომა ჭირდება და არა უბრალოდ ისე რომ აი მე ვთქვი და ჩემი საქმე ამით და როლი შესრულებულია. არის და ეს არავის არ ეპატიება ასე უაპელაციოდ ყველა დაინტერესებულების გარეშე რაღაც თემებზე საუბარი. დამატებით ჩაგეკითხებით აი ამერიკის პრეზიდენტთან დაკავშირებით შემთხვევას როგორ შეაფასებდით, როგორც ვიცი, გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპი გეგმავს რომ BBC-ს უჩილოს ამ კონცენტრაციას როგორ შეაფასებთ? ნუ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია, სადაც შეიძლება პოლიტიკოსს უჩივლოს ვინმემ, ასე შეუძლია პოლიტიკოსაც უჩივლოს მედია საშუალებებს, თუ კი ის არაკეთილდისიერად იყენებს თავის პლატფორმას და ვინმეზე ავრცელებს დეзинფორმაციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ვერაფერს ვერ ვამტკიცებ, ვერც მის ესე ვთქვათ სისწორეს და ვერც სიყალბეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა ნებისმიერ საკითხს ჭირდება სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი გამოძიება, თან როცა ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა და მედია არ უნდა უწყობდეს, არც ერთი მსოფლიოში ნებისმიერი მედია არ უნდა უწყობდეს განსაკუთრებით სხვის ქვეყანაში იმას, რომ კიდევ უფრო დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს. მე ასე მგონია და რაც შეეხება ბატონ პრეზიდენტ ტრამპს, ეს მისი საქმეა და მას აქვს ამის უფლება ნამდვილად. და მილიარდ დოლარზე არის საუბარი კომპენსაციის მოთხოვნაზე. არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. კი ბატონო, არ უჭირს ორგანიზაციას აქვს შესაბამისი თამა, რომ გადაუხადოს კომპენსაცია. კარგით, მადლობა. ბიუჯეტში ვერ ჩავერე. კარგით, მადლობა, დიდი მადლობა. ვლადიმერ, ეხლა ბატონ ილიას თქო რომ თქო ბატონ მოგესალმებით. პრინციპში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საკმაოდ სლათი საუბრა ბიოგრაფიულ ნაწილზე, შესაბამისად მას არ შევეხები, ძალიან მოკლედ ვიტყვი, თუ რას ხედავ, რა არის გამოსასწორებელი კომკომში, მოკლედ რო ვთქვათ, მისი, ანუ დღეს თემსოფლიოში არის პრობლემა რა, რეალურად რა სამწუხაროდ მედია გადასულია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზე, გადასული არა მაგრამ საქართველოში, თემსოფლიოში. ეს ყველა ვარიანტში, ყველა შემთხვევაში არის გამოსასწორებელი. რაღაცა რეგულაცია უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არ დაარღვევს, კანონმდებლობას არ დაარღვევს, იმიტომ რომ მედიამ უნდა იცოდეს და უნდა გავრცელოს მედიამ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ეს არის პრობლემა. ასევე პრობლემა არის მომხმარებელთა მიმართებაში, იმიტომ რომ ძირითადად რასაც გამოკითხვის შედეგად ესე გამოჩნდა, რომ ყველაზე მეტი პრობლემა მომხმარებელს აქვს ინტერნეტ პროვაიდერებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ადამიანები იხდიან რაღაც თანხას, არავინ არ იცის რამდენი გიგაბაიტი მიეწოდება და რა სიჩქარე მიეწოდება და შესაბამისად ცდომა აქვს ძირითადად ხელხაზზე რეკავენ და ერთ და იგივე პასუხს იღებენ. ჩემი აზრით ეს გასაკონტროლებელი არის და აუცილებლად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება ინტერნეტის ეპოქაში მსგავსი იყოს, რა ვქო, ნელი ინტერნეტი და შესაბამისად პასუხიც არ კონდეს მომხმარებელს. გარდა ამისა, კიდევ პრობლემა არის თვლელთან დაკავშირებით. დღესდღეობით ჩვენ გვყავს თვლელი, ანუ ორი თვლელი. ერთი ითვლის 3 ტელევიზიას, მეორე ითვლის 7 ტელევიზიას. ანუ თვლელი რა არის ახლა, ხო? არის ფიფრმეტრები აყენია ოჯახებში და მე იქიდან გამომდინარე დგება რეიტინგი. ნუ აუცილებლად შესაძლებელი არის ეს და უნდა გადავიდეს ერთ თვლელზე. რა შეიძლება რომ ქვეყანაში იყოს მაგალითად ორი ცესკო. და ერთი ოპოზიციას ითვლიდეს, მეორე მას ითვლიდეს, რა ქვია, პოზიციას. ამიტომ უნდა იყოს ერთი თვლელი, სერტიფიცირებული და აუდიტ გავლილი და მნიშვნელოვანია მოკლედ ეს ფაქტი. გარდა ამისა კიდევ არის ოლიგოპოლიური რაღაც მიმართულებები, დუოპოლიები არის, რომელიც ასევე გასაკონტროლებელი არის და უნდა მიეცეს მეტნაკლებად თავისუფალი მოძრაობის საშუალება ამა თუ იმ ბიზნესს. ეს არის მოკლედ და უფრო ცლად მერე შემდგომში ვილაპარაკებთ. მადლობა ბატონო ილია, კოლეგებო, კითხვები ხმარ გვაქვს? არა გვაქვს, დიდი მადლობა. 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 მინდა ვთხოვო შემდეგ კანდიდატს ბატონ ლოგა, თქვენი ხედვები წარმოგვიდგინოთ.
მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ბატონო კომიტეტის თავმჯდომარე მოგესალმებით. მოკლედ, ჩემი ბიოგრაფიული ცნობები წარმოგიდგინეს. მე შევეცდები ძალიან მოკლედ მიმოვიხილო დარგში არსებული, ასე ვთქვათ, სიტუაცია და რა შეიძლება იყოს მომავლის ხედები. კარგად მოგეხსენება, რომ ელექტრონული კომუნიკაციები ეს არის ძალიან დინამიურად მზარდი ერთ-ერთი ეკონომიკური სფერო და ამასთან ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის უსაფრთხოებაში. აქ კომისიის როგორც რეგულატორის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რეგულირება არ გულისხმობს მხოლოდ რაღაც შეზღუდვებს, არამედ გრძელვადიან, ასე ვთქვათ, პროგნოზ და სამართლიანი წესების შეთავაზებას დარგში არსებულ და მომუშავე როგორც ოპერატორებთან, მაუწყებლებთან და ასე შემდეგ ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის ხელშეწყობა ბაზარზე, რეალური კონკურენციის, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, შემდგომში უკვე აისახება თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენ მოსახლეობაზე და თითოეულ მომხმარებელზე, როცა რეალური კონკურენციის პირობებში ჩდება ის იმ შესაძლებლობების ფანჯარა, სადაც შეუძლია თითოეულ მომხმარებელს მიიღოს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, უკეთეს ფასად და რა თქმა უნდა, კონკურენცია ასევე არის წინაპირობა იმისა, რომ დარგში მოვაწე ოპერატორებს ჰქონდეთ ინტერესი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტად განავითარონ თავიანთი ინფრასტრუქტურა, მეტი ინვესტირება მოახდინონ, რაც რა თქმა უნდა შესაბამისად გავლენას იქონიებს შემდგომში უკვე ქვეყნის საერთო ეკონომიკურ ფონზე. მედია სფეროზე ისაუბრეს ბევრი ჩემმა წინა გამომსვლელებმა და სამწუხაროა, როცა დღესაც ვაწყდებით და გვაქვს დღევანდელ პირობებშიც ის გამოწვევა, რასაც მიკორძოებულობა, ასე რბილად რომ ვთქვათ, ალბიალბების გავრცელება და ასე შემდეგ, რისგანაც არ არის დღეს დაცული ჩვენი მაყურებელი, ეს 100-ზე მეტი მაუწყებელი ყავს რეგისტრირებული თუ არ ვცდები ქვეყანაში, აქედან 21 საერთო მაუწყებელი. მედია პლურალიზმი, როგორც ხედავთ, ციფრებში გამოხატული უზრუნველყოფილია, თუმცა გამოწვევებად რჩება და აქაც იმ ზღვარის გავლა კომისიის მხრიდან რეგულირების ფარგლებში, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, საუკეთესო ინტერესები ჩვენი მოსახლეობის როგორც მაყურებლის იყოს დაცული და ამავდროულად იყოს გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კომისიისთვის ამ დინამიურად ზარდი დარგის პირობებში, ახალ-ახალი გამოწვევის პირობებში, დარგებისთვის სამართლიანი თამაშის წესების შეთავაზება და რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საკანონმდებლო დონეზეც რეგულირება ისეთი საკითხებისა, რომელიც შეიძლება ვერ ხდებოდეს კომისიის დონეზე და პარლამენტთან მუშაობა, პარლამენტთან თანამშრომლობა კომისიის და უკვე ამ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხი, როგორც საკანონმდებლო დონეზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რაც შეეხება შემდგომ თქვათ ინსტიტუციურ გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კომისიის მუშაობისა უნდა იყოს გამჭვირვალობა, როგორც ხდომების, ასევე გადაწყვეტილებების, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, როგორც მომხმარებელს, თუ რა ხდება სფეროში, რა ხდება დარგში, რა გადაწყვეტილებამ, რა გრძელვადიანი შედეგებზე შეიძლება იქონიოს შემდგომში გავლენა. ეს იყო მოკლედ, შევეცადე ხა დარგი იმდენად სპეციფიურია, იმდენად ფართოა, რომ შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ ამაზე, თუმცა შევეცადე ძალიან მოკლედ, ასე ვთქვათ, წარმომედგინათ თქვენთვის ის ხედვები, რაც შეიძლება კანდიდატმა კომიტეტის ფორმატში წარმოადგინოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, თუ არის კითხვები, მზად ვარ უპასუხოთ. მადლობთ ბატონო ლოგა, კოლეგებო, კითხვები თუ გვაქვს,
გისმენთ? მოგესალმებით, მე უშუალოდ კანდიდატებთან არ მექნება კითხვა, თუმცა პოზიციის დაფიქსირება მინდა. მოგეხსენებათ, ჩვენი თაობა არის, ჩვენი შვილების თაობა არის თაობა, რომლებიც სრულად ციფრულ სამყაროში იზრდებიან და კვლევებიც ადასტურებს, რამდენად დიდი ჯაჭვი არის სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებასა და ბავშვების ფსიქოემოციურ ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ქალთა და ბავშვთა კომისიის სახელით მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ბავშვთა უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებობს გამოწვევები. არის მნიშვნელოვანი თქვენც ახსენეთ საკანონმდებლო კუთხით გარკვეული საკითხები, რომელიც კიდევ უფრო მეტად სრულყოფას საჭიროებს. გვაქვს საერთაშორისო მაგალითები, როგორც მაგალითად ევროპაში გამკაცრების კუთხით სოციალურ ქსელებზე წვდომის, ასევე სხვა ინიციატივები. მე უბრალოდ მინდა მზადყოფნა და მზაობა დავაფიქსირო კომისიის სახელით კომკომთან თანამშრომლობის ნაწილში, რომელიც მიმართული იქნება ერთი, რომ საკანონმდებლო ცვლილებების სრულყოფა ნახოთ და გავაუმჯობესოთ ამ კუთხით და მეორე ის, რომ კომკომს ჰქონდეს ერთი კუთხით მონიტორინგის კიდევ უფრო სრულყოფილი და ეფექტიანი მექანიზმი, მათ შორის სანქციების ნაწილშიც, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში, როგორც არის ეს დიდი სოციალური ქსელებთან კომუნიკაციის კუთხით და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცნობიერების ამაღლება, რა მიმართულებითაც მე მინდა მადლობა მოვახსენო კომკომს. ცნობიერების ამაღლების კუთხით ციფრული წიგნიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ კუთხით კომისია თანამშრომლობას გამოთქვავს, რომ კიდევ უფრო მეტად დავიცვათ ზოგადად ყველა და უზრუნველყოთ როგორც მარეგულირებულმა თქვენ უსაფრთხო წვდომა ციფრულ სივრცეში, მაგრამ განსაკუთრებით აქცენტირებით ბავშვთა უფლებებზე და არასრულწლოვანთა უფლებებზე. დიდი მადლობა. აბსოლუტურად გეთანხმებით გალბანული. ბატონელია გისმენთ. მოგესალმებით. წარმატებას გისურვებთ თქვენს. მეც მინდა რჩევის სახით ეს მიმართულება კიდევ უფრო ვრმად გაუსვა ხაზი, გალბატონმა მარიამ მარას აღნიშნა, რამე თუ ინტერნეტ სივრცე ძალიან დიდ ინფორმაციას მოიცავს. და მასთან წვდომა, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო სახიფათო შეიძლება იყოს ბავშვებისთვის. ეს მიმართულება, მათი უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ამ კომიტეტზე გქონდა განხილვა საგანმანათლებლო რეფორმის ფონზე. უნდა გავითვალისწინოთ ამ რეფორმის ის დეტალები, როდესაც ექნებათ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ბაღის მოსწავლეები იქნებიან ეს თუ სკოლის მოსწავლეები ინტერნეტთან წვდომა. სოფლიოში არის ბევრი სტანდარტი, ფაქტიურად ყველა ქვეყანა თავის სტანდარტებს თვითონ აწესებს. იმ ინტერესებიდან და მათი განვითარების მიხედვით. და ალბათ ჩვენთვისაც საინტერესო იქნება ამ მიმართულებით მუშაობა, რომ კიდევ უფრო უსაფრთხო იყოს ჩვენი შვილების წვდომა იმ კონტენტთან, რომელიც შეიძლება მათ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებდნენ. მე ყველა კანდიდატს მინდა უთხრა, რომ ეს ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც უფრო აქტიური მუშაობა იქნება ალბათ საჭირო განათლების რეფორმასთან ერთად, განათლების იმ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც იმუშავებენ პროგრამებზე, იმუშავებენ იმ კონტენტზე, რა კონტენტიც უნდა მივაწოდოთ ჩვენ შვილებს. ბაღი იქნება ეს, სკოლა იქნება თუ ასე შემდეგ, უნივერსიტეტი. მადლობა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენი გამოწვევა ვფიქრობ, რომ იქნება სამუშაო სერიოზულად ამ მიმართულებით. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ზოგადად კომენტარებით შემოვიფრაგლებთ, მადლობა კოლეგებო, მინდა მადლობა უთხრა კანდიდატებს თავიანთი ხედვის და თავიანთი პოზიციების გაზიარებისთვის. ეხლა კოლეგებო გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ კანდიდატურებს. ვინ არის მომხრე კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრად ბატონი გოგა გულდავას არჩევით.
დიდი მადლობა. ფაქტობრივად ლოგიკურად შემდეგი კენჭისყრა ასკარგავს, მაგრამ პროცედურულად ასე არის საჭირო. ვინ არის მომხრე ვლადიმერ ტატიშვილის კანდიდატურის? მადლობთ და ვინ არის მომხრე ბატონი ილია მიქელაიშვილის კანდიდატურის? მადლობთ. ბატონო გოგა, გილოცავთ ევროპას, გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით კომიტეტზე ანგარიშის პერიოდში. დიდი მადლობა ყველას, დღევანდელი კომიტეტის ხმამით დასრულებულია. დიდი მადლობა კოლეგებო.